აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორ დავით კაიკაციშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტულ მიმართულებაზე, უკვე არსებულ პარტნიორობასა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიების ერთობლივად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. ჩვენ შევხვდით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელს ბატონ დავით კაიკაციშვილს. შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია. ჩვენი თანამშრომლობა წლებს მოიცავს და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და კონკრეტულად დევნილთა სააგენტოს განსაკუთრებული გამსახურების და ღვაწლისთვის, შრომისთვის და მუშაობის, რომელზეც ჩვენს დევნილების მიმართ ხორციელდება. ჩვენ შევთანხმდით მომავალ ჩვენს თანამშრომლობაზე, უფრო აქტიურ მუშაობაზე, სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით დევნილთა სოციალური ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების კუთხით და კიდევ ერთხელ მადლიერებით ხაზს გაუსვავ განსაკუთრებულ ყურადღებას და მხარდაჭერას მზაობას დევნილთა პრობლემების მიმართულებით ერთობლივ მუშაობაზე და გადაწყვეტაზე საკითხების. საინტერესო შეხვედრა ჰქონდა იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ბატონ დავით ფაცაციასთან და მის მოადგილეებთან. ჩვენი უწყებების შორის თანამშრომლობა წლებს ითვლის და ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენთვის ორივე უწყებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბენეფიციარები, ჩვენი დევნილი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ჩვენ მაქსიმალურად კოორდინირებულად ვითან გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ამაზე შევთანხმდით პირველ რიგში სამომავლოდ და მნიშვნელოვანია, რომ ის საკითხები, სადაც ჩვენი კომპეტენციები იკვეთება, ამასთან დაკავშირებით ვიყოთ კოორდინირებულები და ჩვენი რესურსები გავაერთიანოთ, რათა რაც შეიძლება მეტ დევნილს დავეხმაროთ და რაც შეიძლება მეტი დევნილის პრობლემა გადავწყვეტოთ ერთად და თანამშრომლობით.